ელოძლიერი საქართველოს ლიდერები ვაშინგტონში ვიზიტს აგრძელებენ. სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია შეხვდნენ მეგობარი აქტის ავტორ კონგრესმენ ჯო ვილსონს, ასევე სხვა ამერიკელ კანონმდებლებსაც. აუდიენციები გამართეს ატლანტიკურ საბჭოსა და დემოკრატიის ეროვნულ ფონდში. ლიდერთა თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო მეგობარ აქტს, ქართული ოცნების მიერ გატარებულ რეპრესიებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ქართული ხალხის მხარდამჭერი მეგობარი აქტი, რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული საბოლოო ფაზა დასრულდეს და სწორედ ამასთან დაკავშირებით მართავთ ვაშინგტონში შეხვედრებს ორივე პალატის წარმომადგენლებთან, იმ ხალხთან, ვინც უშუალოდ მუშაობს ამ აქტზე. ჩვენი ამოცანა არის, რომ უზრუნველყოთ საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიცემა აი ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ვაშინგტონში, კონგრესში, სენატში. მქონდა უკვე შეხვედრა რამდენიმე კონგრესმენთან და ეს შეხვედრები გრძელდება. ამავე დროს მქონდა შეხვედრები სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში. ჩვენ ამ ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ბუნებრივია ვისახავთ მეგობარი აქტის მიღების დაჩქარების ლობირებას ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან და პარტნიორებთან. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ მეგობარი აქტი რაც სწრაფად უნდა იქნას მიღებული ქართული ხალხის და ჩვენი დემოკრატიული პროტესტის ხარდასაჭერად და ამავე დროს ბუნებრივია საუბრობთ ყველაზე მეტს პოლიტპატიმრებზე, იქნება პოლიტიკური ლიდერები და თუ აქტივისტები და მოქალაქეები და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობაზე.